თუ გახსოვთ, ჩემ პირველ ვიდეოში ამ არხზე აი ეს სიტყვები წარმოვთქვი. რომ დავფიქრდეთ, როგორი ჩვენი საიტია ვიკიპედია. უფასო ენციკლოპედია, რომელშიც დოკუმენტირებულია კაცობრიობის მთელი ცოდნა და მხოლოდ ერთი დაწესება დაშორებს შენი ბუნების ჰორიზონტების უსასრულო გაფართოებამდე. საიტი, რომლის განვითარებაშიც ყველა მსურველს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს კაცობრიობის უკეთესი მომავლისთვის. ეს არის ვიკიპედია იდეის დონეზე. რეალურად ის არის არაზუსტი ინფორმაციის, პოლიტიკური პროპაგანდის და ყველაზე უაზრო და აუტისტური რედაქციული ომების ადგილი. საიტი, რომელსაც ინფორმაციის მისაღებად კი არა, პრუფების სახით იყენებ, როდესაც ღამის 3 საათზე გაქვს YouTube-ის კომენტარებში ვიღაცასთან აბსოლუტურად უმნიშვნელო თემაზე გამათი. თუ არის ვინმე, ვისაც ჩემ სიტყვებში ამ დროს ეჭვი შეეპარა, გარწმუნებთ, დღევანდელი ვიდეოს შემდეგ მსგავსი ადამიანების რაოდენობა მინიმუმამდე დავა. იმიტომ რომ არაზუსტმა ინფორმაციამ, ან უფრო მოკლედ რო ვთქვა, ტყუილმა, რომელსაც დღეს შევეხებით, ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ვიკიპედიის გვერდებიდან ის პირდაპირ მეინსტრიმში მოხვდა. რადონის მეინსტრიმზე გვაქვს საუბარი? სატელევიზიო შოუებზე, უნივერსიტეტის ლექციებზე და პრეზენტაციებზე და წიგნებზე რა სიტყვით. კი, სწორედ ამ მასშტაბების ფეიქთან გვაქვს დღეს შეხება. რომ დავფიქრდეთ, ზოგადად კარგი ტყუილის მოფიქრება ხელოვნებაა. ისე უნდა აწყო შენი ისტორია, რომ ვერავინ შეძლოს მასში უზუსტობების პოვნა და არავის უნდა გაუჩნდეს საბაბი, რომ შენც ნათქვამს შეეწინააღმდეგოს. გახსენდებათ მაგალითი თქვენი ცხოვრებიდან, როდესაც იმდენად რეალისტური ტყუილი თქვით, რომ ხალხს დღემდე სჯერა მისი ავთენტურობის. თუ არ გახსენდებათ მსგავსი ამბავი, მაშინ რამდენი ხანი იყო ყველაზე დიდი დრო, რაც თქვენმა ტყუილმა გაძლო? 1 კვირა, 1 თვე, 1 წელი? 10-ზე რა სიტყვით? კი, ტყუილი, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, 10 წელი ინარჩუნებდა სიმართლის სტატუსს, სანამ 2022 წელს, როგორც იქნა არ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლების ფაქტ-ჩეკინგმა გამოაშკარავა სიმართლე ვიკიპედიის ვანდალიზმის მიღმა. მოგესალმებით ვიდეოში ალან მაკმასტერსის, ტოსტერის ყალბის შემქმნელის ისტორია. ან რისი გაკეთება შეუძლიათ ორ მეგობარს, როდესაც მათ მაღალი ხარისხის ტროლინგისთვის საკმარის ფანტაზია, ცოდნები და მონდომება გააჩნიათ. თუ პირველად ხართ ამ არხზე, გთხოვთ გამოიწეროთ ის და ასევე დაალაიქოთ ვიდეო და დატოვოთ ნებისმიერი კომენტარი. ეს ძალიან შეუწყობს ხელს არხის განვითარებას და მადლობელი დავრჩები. ასევე თუ პირადად გინდათ ჩემთან გასაუბრება, ვიდეოს აღწერაში და დაპირულ კომენტარში იპოვეთ ჩვენი სტრიმების არხის და Discord-ის სერვერის ლინკებს. მე კი აღარ დავკარგავ თქვენ დროს, მოდი გადავიდეთ დღევანდელი ვიდეოს საქმეზე. ჩვენი ისტორია იწყება 2022 წლის 6 თებერვალს. სტუდენტი სახელად ალექსი ზის ლექციაზე და უსმენს თავისი ლექტორის ამბავს. ლექტორი აუდიტორიას უხსნის, თუ რატომ არ არის ვიკიპედია ინფორმაციის სანდო წყარო და რატომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გამოყენება მათ ნაშრომებში. საკუთარი სიტყვების გასამყარებლად კი ლექტორს მოყავს მაგალითი თავისი ცხოვრებიდან და ყვება ისტორიას იმაზე, თუ მისმა მეგობარმა ჩუმად როგორ გადააკეთა ტოსტერის შექმნის სახელი ვიკიპედიის გვერდზე საკუთარზე. და ის, რომ ეს ტყუილი დღემდე ვერავინ შეამჩნია და ტოსტერის შემქმნელის სახელი ჯერ კიდევ არასწორად არის მითითებული უფასო ციფრულ ენციკლოპედიაში. თუმცა, თავად ალექსმა ამ ამბიდან საერთოდ სხვადასხვა გამოიტანა. მასში უმაღლესი კლასის ტროლის ინსტინქტებმა გაიღვიძეს და თავის მეგობართან ერთად გადაწყვიტა, რომ თვითონაც შეეძლო მსგავსი ინციდენტის გამეორება, თანაც ბევრად უფრო დიდი მასშტაბებით. ლექციის შემდეგ მან გახსნა სტატია ტოსტერზე და შემქმნელის სახელი სწორად იმ ძმაკაცის, ალან მაკმასტერის სახელით შეცვალა. შეგახსენებთ იმას, რომ სტატიაში უკვე არასწორი სახელი იყო მითითებული, სხვა სიტყვებით ერთი ფეიქი ჩაანაცვლა მეორეთი. მისი ქმედებების შემდეგ ვიკიპედიის სტატია ირწმუნებოდა, რომ ტოსტერი თურმე შოტლანდიელმა გამომგონებელმა ალან მაკმასტერსმა შექმნა 19 საუკუნის ბოლოს. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ ალან მაკმასტერსი არანაირი გამომგონებელი არ იყო და იყო სწორედ ალექსის ძმაკაცი, ვისთან ერთადაც ხდებოდა ეს ტროლინგი. თქვენი აზრით რა მოხდა შემდეგ? ვიკიპედიის სუპერმცოდნე და განათლებულმა რედაქტორებმა მომენტალურად იპოვეს უზუსტობა და წამებშივე შეცვალეს ყალბი ინფორმაცია? რა თქმა უნდა არა, არავის არანაირი კითხვა არ გაუჩნდა და ყველამ ხელგაშლილმა მიიღო ტოსტერის ახალი შემქმნელი. ცოტა ხანში კი ბრიტანულმა რედაქციამ The Mirror მაკმასტერსის საკუთარ სტატიაშიც კი მოიხსენია, რამაც ალექს ხელები გაუხსნა და ექსპერიმენტი, ან უფრო ტროლინგი ამ შემთხვევაში ისევ გაგრძელდა. შემდეგ მან უკვე ტოსტერის ყალბ შემქმნელზე დაიწყო ყალბი სტატიის კეთება. და მისი მე-19 საუკუნეში გადაღებული ფოტოც კი იპოვა. რა თქმა უნდა, ვხუმრობ, არარსებულ ადამიანზე გვაქვს საუბარი. მან თავის ფოტო აიღო, ფოტოშოპში შეცვალა ისე, რომ ფოტოს სიძველის ეფექტი ჰქონოდა და ის მიამაგრა გვერდს. ყალბ გარეგნობასთან ერთად შემქმნელის ყალბი ბიოგრაფიაც მოიგონა და ეტაპობრივად მასში ახალ-ახალი ცვლილებები შეჰქონდა.
შემქმნელის ყალბ-ბიოსთან ერთად ტოსტერის შექმნის ამბავიც ვითარდებოდა. თურმე ის იყო ისტორიაში პირველი ელექტრონული მოწყობილობა, რომელმაც მომაკვდინებელი ხანძარი გამოიწვია. ან რომ ის, რომ McMaster-ს ტოსტერის შექმნის იდეა მაშინ დაებადა თავში, როდესაც ზედმეტად ბევრი ვისკი დალია. You know, because he's Scottish. და ასე შემდეგ. გონი ხვდებით რა დეტალებზე გვაქვს საუბარი და რად გადაიქცა ტოსტერის ბექგრაუნდი. მალე ეს სტატია იმდენად გიგანტური და რეალისტური გახდა, რომ არავის უჩდებოდა საფუძვლები, რომ მის სიზუსტეში ეჭვი შეეტანა. რამაც შედეგად გამოიწვია ის, რომ სტატია სხვა რესურსების წყარო გახდა. მოდი მაგალითებს შევხედოთ. შოტლანდიურმა ჟურნალმა The Scotsman მას მთლიანი არტიკლი მიუძღვნა. McMaster-ს მოიხსენიებდნენ წიგნებში. ბრიტანულ კულინარიულ ტელეგადაცემაში მისი სახელი დაარქვეს კერძს. So this is the Breakfast Club and it's inspired by Alan McMaster's invention of the first electric toaster. ერთ-ერთ შოტლანდიურ სკოლაში McMaster-ის დღე ჰქონდათ, რომლის დროსაც ბავშვები სხვადასხვა ფერად აფერადებდნენ ტოსტის პურებს. 2018 წელს ის შევიდა დიადი ბრიტანელების სიაში და ინგლისის ბანკი მას განიხილავდა 50 ფუნტიან კუპიურაზე მოხვედრის კანდიდატად, მაგრამ სამწუხაროდ არ აირჩიეს. და კურიოზულობის პიკად იქცა ის, რომ თავად შოტლანდიის მთავრობამაც კი მოიხსენია McMaster-ი თავის საიტზე და მაგალითად მოიყვანა იმის დასამტკიცებლად, რომ შოტლანდიელებს გააჩნიათ გამომგონებლური ნიჭი. მაგრამ ყველა კარგი ისტორია ადრე თუ გვიან უნდა დამთავრდეს და 2022 წელს 15 წლის რედიტორმა სახელად ადამი დაფოსტა საბრედიტზე Wikipedia Vandalism, რომ სტატიაში გამოყენებული ფოტო აშკარად ყალბი იყო. რა თქმა უნდა, ყველაფერში რედიტორებმა უნდა ჩაარჯვან, ეს უკვე ინტერნეტის დიდხნიანი ტრადიციაა. ვინც არ იცის რა არის Wikipedia Vandalism, სახელი თვითონ ხსნის საკუთარ თავს, საბრედიტი, სადაც Wikipedიის შეცდომები და სიყალბეები განიხილება. ცოტა ხანში რედიტორებმა დაიწყეს ძრომიალი ფოტოს მეტადათაში და აღმოაჩინეს, რომ ის Photoshop-ით არის დაედიტებული. ამ აღმოჩენამ კი უკვე დაიწყო ჯაჭვული რეაქცია, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ყალბი იყო არა მხოლოდ ფოტო, არამედ მთლიანი სტატია, რომელიც ამასობაში უკვე 1000-ჯერ გადაიბეჭდა. როდესაც Wikipedia's ადმინებმა გაიგეს რა მოხდა და წაშალეს ის, უკვე გვიანი იყო. მოდი გავიცნოთ ვინები იყვნენ ეს გენიოსები, რომლებმაც ეს ტროლინგ ოპერაცია მოაწყეს. ეს არის თავად ალექსი, ხოლო ეს კი მისი მეგობარი ალან McMaster-ი, რომელიც უცებ იქცა ტოსტერის გამომგონებლად. ინტერვიუში ალექსი ყვება, რომ როდესაც ბრიტანულმა რედაქციამ The Mirror მისი ყალბის სტატია მოიხსენია თავის არტიკლში, სწორედ მაგ მომენტში მოვიდა თავში აზრად, რომ უფრო გაეფართოებინა ლორი და ცოტა ხანში ყველა დეტალი, რომელიც უცებ დაებადა თავში, გახდა ტოსტერის ბექგრაუნდის ნაწილი. და ასევე გამოხატავს შოკს იმასთან დაკავშირებით, რომ კინაღამ 50 ფუნტიან კუპიურაზე აღმოჩნდა მისი დაედიტებული სახე. ალანი კი იხსენებს ისტორიას, როდესაც მამამისი მასთან საუბრის დროს კითხულობს შემთხვევით ტოსტერის შემქმნელი შთამომავლები ხომ არ ვართო, მაგრამ მის და სამწუხაროდ მალევე გაიგო სიმართლე შვილისგან და იმედგაცრუებული დარჩა. ინტერვიუში კიდევ ალექსი ყვება, რომ არ იცოდა რამდენად სერიოზულად იყო აღქმული მისი ფრენკი და რომ პირველად მაშინ მიხვდა, რამდენი ზიანი გამოიწვია მისმა ხუმრობამ, როდესაც ვიქტორიანელი გამომგონებლების შესახებ წიგნი წაიკითხა და აღმოაჩინა, რომ ალან McMaster-ი ერთ-ერთ გამომგონებლად იყო ნახსენები. ბოლოს, რა თქმა უნდა, სტატიაში ნამდვილი ავტორის ფრენკი შეილორსის სახელი მიუთითეს McMaster-ის ნაცვლად. თვითონ ტოსტერი კი სინამდვილეში 1909 წელს იყო გამოგონებული. ყოველ შემთხვევაში Wikipediaze დღეს ასე წერია და ენდობით თუ არა, ეს უკვე თქვენი საქმეა. არავინ გამორიცხავს, რომ ეს მორიგი ტროლინგ ოპერაციაა სხვა მეგობრებისგან, რომლებმაც ალექსის და ალანის ისტორიისგან ინსპირეიშენი აიღეს. და ეს იყო ჩვენი დღევანდელი სტორი. დაწერეთ თქვენი აზრები კომენტარებში და თუ რამე გენიალური ტროლინგის იდეები გაქვთ თავში, გამიზიარეთ. იქნებ ჩვენც მოვიგონოთ საკუთარი ალეკო McMaster-ის შვილი. ან იქნებ რომელიმე სხვა ქვეყნის ისტორიაში ჩავერიოთ და დავწეროთ, რომ სინამდვილეში ჯორჯ ვაშინგტონი შავი freedom fighter-ი იყო და სინამდვილეში ჯამალ ვაშინგტონი ერქვა. უი, მაგით უკვე Netflix-ია დაკავებული. Anyway, თუ მოგეწონა ეს ვიდეო, გთხოვ რომ გამოიწერო არხი, დაალაიქო, დააკომენტარო, იმიტომ რომ ეს დამეხმარება არხის განვითარებაში და ასევე არ დაივიწყო ჩვენი სტრიმების არხი და Discord-ის სერვერი. ხოლო მე კი უკვე მომავალ ვიდეოში შეგხვდებით. ნახვამდის.